შტრიხ-კოდების შესახებ. ავტორი: ზაზა ოსმანოვი. ჩვენს ბლოგზე რამდენიმე ხნის წინ დაიდო ზურაბ ჯაშის სტატია ბოლო ჟამი მართლმადიდებლურ ტრადიციასა და დღევანდელობაში, სადაც ავტორმა შეძლების დაგვარად დაცვლილებით განიხილა ეს საკითხი ორი სხვადასხვა, ფაქტობრივად ერთმანეთთან დაპირისპირებული კუთხით. იქ ზედმიწევნით კარგადაა მიმოხილული ბოლო ჟამთან დაკავშირებული სტერეოტიპები, რომლებიც ასე მომრავლ და უკანასკნელ ხანს და შეიძლება ითქვას, სერიოზული ზიანის მომტანი იქნება მორწმუნე საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. ჯაში განიხილავს ისეთ ფსევდოაპოკალიფტური აპოკრიფების თანამედროვე ნიმუშებს, როგორიცაა ანტიქრისტეს მეფობის მისაღებად მზადების აშკარა ნიშნები, არჩევნებზე მისასვლელად ამომრჩეველთა მარკირება, ელექტრონული პირადობის მოწმობები, სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიხილეს ეკუმენური აქტივობა და ასე შემდეგ. ყოველივე ამის შემდეგ ავტორი გვთავაზობს მართლმადიდებელი ეკლესიხილეს სწავლებას ესქატოლოგიხილეს შესახებ და ასკვნის, რომ იმ მძიმე და ნამდვილად სავალალო მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზა ეკლესიხილეს ტრადიციასთან ჭეშმარიტი დაბრუნება და განათლების დონის ამაღლებაა. წინამდებარე სტატიაში ჩვენ გსურს ვისაუბროთ კიდევ ერთი ასეთი სტერეოტიპის შესახებ. კერძოდ საკითხი ეხება ეგრეთ წოდებული შტრიხ-კოდებს, იხილეთ მარცხენა ნახატი, რომლის თაობაზე არაერთი მითქმა, მოთქმის პოვნა შეიძლება თანამედროვე საეკლესიო პუბლიცისტიკის არენაზე. ამ მხრივ არც ინტერნეტია გამონაკლისი, სადაც სხვადასხვა საიტებზე ადამიანი შეხვდება აპოკალიფსისადმი მიძღვნილ უამრავ სტატიას, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს არა საკითხთან დაკავშირებული საეკლესიო ტრადიციხილის გარკვევა, არამედ მეტწილად ამ თემაზე შექმნილი ჰოლივუდური ბლოკბასტერების მსგავსად ერთგვარი კიჩის შექმნა. მაგალითად ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტ საიტზე სახელწოდებით აპოკალიფსისი ვკითხულობთ, ნუ თუ მართლმადიდებლურ ქვეყნებამდეც მოაღწია ამ ამერიკულმა გამოგონებამ, ანუ უნივერსალურმა კოდმა, რომელსაც საფუძვლად უდევს რიცხვი 666. ნუ თუ ამ შტრიხ-კოდში შენიღბული რიცხვის ქვეშ უნდა დაისვას ჩემი ხელმოწერა. გონებაში გაცოცხლდა წმიდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები აპოკალიფსისიდან, და იქმს იმას, რომ ყველა, მცირე თუ დიდი, მდიდარი თუ ღატაკი, თავისუფალი თუ მონა, ყველა აღბეჭდოს ნიშნით მათს მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე და ვერავინ იყიდის ან გაყიდის რასმე, გარდა იმისა, ვისაც აქვს ნიშანი, ან სახელი მხეცისა, ან მისი სახელის რიცხვი. აქა სიბრძნე, ვისაც აქვს გონება გამოთვალოს მხეცის ნიშნები, ვინაიდან ესაა რიცხვი კაცისა და რიცხვი მისი 666, გამოცხადება 13, 16, 18, რასაც მოსდევს ამ სიტყვების ავტორის ერთგვარი დასკვნაც. ასეთია ეს შტრიხ-კოდი და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, სად ზის იგი სამედიცინო სადაზღვევ პოლისზე თუ პასპორტში. ისტორიულ კონტექსტში აღნიშნული საკითხი წინა საუკუნის 70 ან წლებში წამოწიეს არა მართლმადიდებლებმა, არამედ ადვენტისტებმა და სწორედ მათ ეკუთვნით შტრიხ-კოდში აპოკალიფტური მხეცის ნიშნის აღმოჩენა. მართლმადიდებლურ სამყაროში პირველი რეაქცია ამ მოვლენებზე ჰქონდა საბერძნეთის ეკლესიას, ხოლო მომდევნო პერიოდში აღნიშნული პრობლემა გადავიდა უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიაზე, რამაც გამოიწვია სინოდის სხდომების ჩატარებაც და შესაბამისი განჩინებებიც, სადაც აღნიშნული იყო, რომ წმინდა საღვთისმეტყველო თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ არსებობს. აღნიშნული საკითხის საღვთისმეტყველო რაკურსში განხილვა გვხდება თანამედროვეობის ცნობილი ქრისტიანი პუბლიცისტის დიაკვან ანდრეი კურაევის წიგნში სეგოდნიან ლიდაიუდ, პეჩატ ანტიხრისტა, რუსკაია პრავოსლავნაია ცერეკოლობიინ. წინამდებარე სტატიხილეს მიზანს წარმოადგენს შტრიხ-კოდების წმინდა მათემატიკურ, გეომეტრიულ ჭრილში განხილვა და ჩვენება, რომ ის აჟიოტაჟი, რაც მის გარშემოა ატეხილი, არანაირ რეალურ საფუძველს არ ემყარება. პირველ რიგში შევეხოთ თავად პრობლემას და გავერკვეთ მის არსში. ცნობილია, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია EAN ნებისმიერ ნაწარმს ანიჭებს სპეციალურ საიდენტიფიკაციო შტრიხ-კოდს, რომელიც, როგორც ირწმუნებიან ჩვენს მიერ ნახსენები ჯგუფები, შეიცავს აპოკალიფსში ნახსენები მხეცის რიცხვს, 366. 66 მათი ლოგიკა შემდეგია, ისინი შტრიხ-კოდზე ციფრებით წარმოდგენილ მიმდევრობაში 6, ის შესაბამის ადგილას ხედავენ ორ ხაზს, იხილეთ მარჯვენა ნახატი, შემდეგ ასეთივე ორ შავ ხაზს ისინი პოულობენ შტრიხ-კოდის სამ სხვადასხვა ადგილზე, კერძოდ კი კიდეებში და შუაში, და ასკვნიან, რომ ნაწარმის საიდენტიფიკაციო შტრიხ-კოდი შეიცავს რიცხვს 666, ანუ მხეცის ნიშანს. პირველ რიგში გავერკვეთ, როგორი სისტემით არის შექმნილი შტრიხ-კოდი. ის წარმოადგენს თეთრი და შავი ზოლების მონაცვლეობას, რომელსაც კითხულობს სპეციალური ლაზერული სკანერი ზოლების პერპენდიკულარულად. ამ დროს ლაზერის სხივი ან ირეკლება უკან წამკითხელ მოწყობილობაში, თეთრ ზოლზე სხივის დაცემისას, ან შთაინთქმება შავ ზოლზე სხივის დაცემისას. შთანთქმას უთანადებენ ციფრს 1, ხოლო არეკლას ციფრს 0 და შემოჰყავთ გარკვეული წესი ამ ციფრების კომბინაციების ცნობილ ციფრებთან თანადობისა.
მაგალითად ციფრს 0 შტრიხ-კოდების ენაზე შეესაბამება 3 ასეთი კომბინაცია: 0011101, მისი ეგრეთ წოდებული ნეგატივი, ყველა 1, ის 0, ის შეცვლის და 0, ის 1, ის შეცვლის გზით მიღებული კომბინაცია. 1110010 და 01001 მსგავსადვე დანარჩენ ციფრებსაც ჰყავთ ანალოგები: 100110001, 2001001, ის 3, 011101, 4, 010001, 5, 011001, 6, 010111, 7, 011101, 011011, 9, 00001. მათი შესაბამისი ნეგატივი გამოსახულებები და ნეგატივის მარჯვნიდან მარცხნივ წაკითხვის შედეგად მიღებული გამოსახულებები. თუ კარგად დავაკვირდებით შტრიხ-კოდს, შევამჩნევთ, რომ ის სპეციალური გამყოფი ზოლების სხვა ზოლებთან შედარებით უფრო წაგრძელებული ორი მუქი ზოლი, მეშვეობით იყოფა ორ ნაწილად, პირობითად მარცხენა და მარჯვენა ნაწილებად. ციფრს 4, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეესაბამება კომბინაცია 1011100, თუ ის ჩაწერილია მარჯვენა ნაწილში, და კომბინაცია 010001, ან მისი შებრალთა უნებული გამოსახულება 1100010, თუ ჩაწერილია შტრიხ-კოდის მარცხენა ნახევარში. ასე მაგალითად, როგორც ვხედავთ მარცხენა ნახატზე, შტრიხ-კოდის მარჯვენა ნახევარში წერია ციფრი 4 და მის ზემოთ შესაბამისი შავი და თეთრი ზოლების უკვე ნახსენები კომბინაციაა გამოსახული 1011100. სამი გამყოფი ნიშანი, რომელსაც მხეცის ნიშნის მაძიებლები 6-თან ასოცირებულად წარმოგვიდგენენ შტრიხ-კოდის სისტემაში კოდირებულია შემდეგნაირად: სასაზღვრო, ანუ პირველი და მესამე გამყოფი ნიშანი მოიცემა კოდით 101 შავი, თეთრი შავი, ხოლო შუა გამყოფი ნიშანი კოდით 010101, თეთრი შავი, თეთრი შავი, თეთრი შავი. აქედან ჩანს, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ არის კოდირებული რიცხვი 6, ეს გამყოფი ნიშნები ერთნაირი არაა, კერძოდ კი შუა განსხვავდება ორი სასაზღვროსგან. რაც შეეხება რიცხვს 6, როგორც ვხედავთ ზემოთ მოცემულ ჩამონათვალში, მისი კოდირება შემდეგია: თუ ის ჩაწერილია შტრიხ-კოდის მარცხენა ნაწილში, ის მოიცემა კოდით 010111 და მისი შებრალთა უნებული გამოსახულებით 1111010, ხოლო თუ წერია მარჯვენა ნახევარში, გვაქვს კოდი 1011000. აქედან ჩანს კიდევ ერთი საინტერესო თვისება, რომ თუნდაც რომ 3-6-იანი ეწეროს, მათი კოდირება სხვადასხვაგვარია შტრიხ-კოდის სხვადასხვა ნახევარში. მარტივად რომ ვთქვათ, მარჯვენა ნახევარში ჩაწერილი 6 არ არის იდენტური მარცხენა ნახევარში ჩაწერილი კოდის და თავად მარცხენა ნახევარში ჩაწერილი კოდების გამოსახულებებიც სხვადასხვაგვარია. ახლა დაუბრუნდეთ უშუალოდ იმ ლოგიკას, რასაც მიმართავენ ჩვენი ოპონენტები, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ აღნიშნულ შტრიხ-კოდებში ნამდვილად არის მხეცის ნიშანი. მათი თეორიხილის თანახმად, შტრიხ-კოდზე ეძებენ ჩანაწერს 6, ამ ჩანაწერის ზემოთ აღმოაჩენენ ორ მუქ ხაზს, იხილეთ მეორე სურათი. ანალოგიურ ორ მუქ ხაზს პოულობენ ორი სასაზღვრო და ერთი გამყოფი ხაზების სახით და ასკვნიან, რომ ამ გამყოფი ხაზებით მოცემულია 3-6-იანი, ორი კიდეებზე და ერთი შუაში. რა შეიძლება ითქვას ასეთი ლოგიკის შემხედვარე? მხოლოდ ერთი, რომ საქმე გვაქვს თავად შტრიხ-კოდების სისტემის სრულ არწოდნასთან. ჯერ ერთი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნათელ და მუქ ზოლებს კითხულობს სპეციალური სკანერი, რომლისთვისაც გამყოფი ნიშნები არ წარმოადგენს სამიდენტურ სტრუქტურას. უფრო მეტიც, ამ 3-დან 2 ცალი, 100101 და 1 ცალი, 101, არც ერთი არ ემთხვევა 6, ის შესაბამის არც ერთ კოდირებას 010111, 10100000, 000010 მათი შეცდომა მარტივია იმ ნიშანს, რომელსაც ისინი 6-ს უსაბამებენ, ორი მუქი ზოლი და მათ შორის სიცარიელე, სინამდვილეში შეესაბამება მხოლოდ შუა გამყოფი ნიშანი. კიდევ ერთი საინტერესო დაკვირვება, თუნდაც 3 ცალი 6-იანი ყოფილიყო შტრიხ-კოდში, განა ეს ნიშნავს, რომ საქმე მართლაც 666 თან გვაქვს. მაგალითისთვის ავიღოთ მარცხენა სურათზე გამოსახული შტრიხ-კოდი. დავუშვათ, რომ ჩვენს მიერ ნახსენები ჯგუფი მართალია, მაშინ მათი არასწორი ლოგიკით გამოვიდოდა, რომ წერია შემდეგი რიცხვი 6036062941452 და მართლაც დიდი წარმოსახვა საჭირო, რომ ეს რიცხვი წაიკითხო ასე, 66. ოდნავ შორს წავიდეთ და ახლა თავად იმ ტექსტს მივმართოთ, რომლის არასწორი წაკითხვითაც იწყება ეს ისტერია. გულისხმობთ იოანეს გამოცხადების ძალიან ცნობილ პასაჟს: აქაა სიბრძნე, ვისაც აქვს გონება, გამოთვალოს მხეცის ნიშნები, ვინაიდან ესაა რიცხვი კაცისა და რიცხვი მისი 666, გამოცხადება 13-18. ამ საკითხის ანალიზისას მამა ანდრეი კურაევი, მოჰყავს რა მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორის ასჩე კოზარჟევსკის ციტატა მისი მონოგრაფი ხილედან აღნიშნავს: გავიხსენოთ, რომ საკუთრივ ციფრებს წმინდა წერილი არ შეიცავს.
არის ასოები, კს, ხი, ქსი, ზეტა. საეკლესიო სლავურზე თარგმანი იძლევა ასოებს ხერ, ქსი, ზელუ. არაბული ციფრებით დაწერილი რიცხვი 666 შედგება ერთნაირი კომპონენტებისგან, ექვსიანებისგან. მაგრამ ასე არ არის წმინდა წერილის ბერძნულ ორიგინალში. აქ ყველა ციფრი, რომელიც შედის ამ რიცხვში, იწერება სხვადასხვაგვარად, თარგმანის ო. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ აქცენტი 3 ცალი 6 ის გამეორებაზე, თავად ორიგინალის კონტექსტში არაზუსტი და არაკორექტულია. დაბოლოს მივიღეთ შემდეგი სურათი. შტრიხ-კოდებს კითხულობს სპეციალური სკანერი და ის არაა განკუთვნილი ადამიანისთვის სასაკითხად. ის, რაც ადამიანის სასაკითხია, ხშირად არც კი შეიცავს სამექვსიანს. რომც შეგხვდეს ასეთი. მათი შესაბამისობა გამყოფ ხაზებთან არასწორია და თუნდაც რომ დაუშვათ, რომ გამყოფი ხაზები ანალოგიურია ექვსიანების, მაინც მივიღებთ რიცხვს, რომელიც არანაირად არ უდრის 666-ს და ემ. თავად აუთენტური ახალაღთქმისეული ტექსტიც კი არ შეიცავს 666-ის, ანუ სამგანმეორებად სიმბოლოს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩანს, რომ ხეცის ნიშნის მაძიებელთა იდეოლოგია თითიდან გამოწვეულია და შეიცავს უამრავ უზუსტობას და ელემენტარულ არცოდნას იმ საკითხისა, რასაც ასე გულმოდგინედ იკვლევენ ჩვენი ოპონენტები.